თავი მეორე. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს დედაც იქ იყო. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. როცა ღვინო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო აღარა აქვთ. იესომ უთხრა მას: რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა. დედამისმა უთხრა მსახურებს: გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით. იქ იყო 6 ქვის ჭურჭელი, იუდეველთა საწესო განწმენდისათვის. თითოში 2 ან 3 საწყაული ჩადიოდა. უთხრა მათ იესომ: ავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები და მათაც აავსეს პირთამდე. უთხრა მათ: ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს და მიართვეს. როდესაც სუფრის გამრიგემ გემოუნახა ღვინოთ ქცეულ წყალს, არ იცოდა საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი. მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს და უთხრა: ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, დარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს. ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა. ამის შემდეგ ჩავიდა კაპერნაუმს ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები და იქ დარჩა რამდენიმე დღეს. ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს. ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე მეკარმენი. გააკეთა საბლის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც. ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუღირავა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: გაიყვანეთ ესენი აქედან და მამაჩემის სახლს ნუ გახდით სავაჭრო სახლად. ის მოწაფეებს გაახსენდათ, რომ დაწერილია: შენი სახლის შური შემჯამს მე. მიუგეს მაშინ იუდეველებმა და უთხრეს: რა ნიშანს გვიჩვენებ ამას რომ აკეთებ? მიუგო იესომ და უთხრა მათ: დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში აღვადგენ მას. იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი 46 წელიწადს შენდებოდა და შენ 3 დღეში აღადგენ მას? ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს ამას რომ ამბობდა და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ თქვა. ხოლო როდესაც იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი. თვითონ იესო არ ანდობდა მათ თავის თავს, ვინაიდან ყველას იცნობდა. არც სჭირდებოდა რომ ვინმეს დაემოწმებინა კაცზე, რადგან იცოდა რა იყო კაცში.